Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძვირფასო ტელემაყურებლებო გადაცემის მომდევნო თემით, როგორც უკვე გითხარით, 14-დან 16 აპრილის ჩათვლით ექსპო ჯორჯიაში გაიმართება ტურისტული გამოფენა. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ სანამ გამოფენა დაიწყებოდა, მანამდე ჩვენთან ერთად იმყოფებიან გადაცემაში სტუმრები, რომლებიც დეტალურად გაგვაცნობენ ამ გამოფენის შესახებ. წარმოგიდგენთ მათ, ლაშა მოისტრაფიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე იმყოფება ჩვენთან ერთად, მოგესალმებით და ასევე კაპიტანი ნინო გამრეკელი გამოფენის ორგანიზატორი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ იმყოფებით ჩვენთან ერთად. მე-18 იმართება ეს ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს უკან დაგროვებული, ხო? საინტერესო წლევანდელი გამოფენა, ის სიახლეები რაც წელს იქნება, აქედან დავიწყოთ და შემდეგ გავშალოთ. სწორედ ეს არის საინტერესო, რომ 18 წლის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ეს გამოფენა არის ძალიან ცოცხალი ორგანიზმი, ძალიან ერგება ყველაფერ იმას, რაც ხდება ბაზარზე, ძალიან ასახავს აი იმ ტენდენციებს, იმ მიმართულებებს, რაც აქტუალური არის მსოფლიოში და კერძოდ საქართველოს ტურისტული განვითარების მიმართულებით. წელს ჩვენ ძალიან საინტერესო გზა ავირჩიეთ, რა თქმა უნდა, აქცენტი გავაკეთეთ შიდა ტურისტულ პროდუქტზე და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენ მხარდამჭერებს. შიდა ტურისტული პროდუქტის გარდა, რაც უფრო დეტალურად მოგითხრობთ და ძალიან საინტერესოდ არის წელს წარმოდგენილი გამოფენაზე, რა თქმა უნდა, ბევრია საერთაშორისო კომპანია, დაახლოებით 15 ქვეყნიდან ყავს წელს ჩვენს მონაწილეები და ჩვენთვისაც მოულოდნელობა იყო ასეთი დიდი გეოგრაფია და მრავალფეროვნება ქვეყნებისა, იმიტომ რომ აქ როგორც ევროპა, ასევე აზიური ქვეყნები ჩამოვიდნენ. მაგრამ კომპანიებია ეს რას წარმოადგენს? აი გეტყვით ძირითადი მიმართულებები, ძირითადი სეგმენტები, რაც გამოფენაზე შეიძლება დახვდეს დამთვალიერებელს. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ ეს გამოფენა საინტერესოა როგორც საქმიანი დამთვალიერებლებისთვის, ტუროპერატორებისთვის, რომლებსაც აქ შეხვდებათ პოტენციური პარტნიორები, რომელთან ერთადაც შეუძლიათ დაგეგმონ საერთო ტურები, იმუშაონ გაყვანაზე ან შემოყვანაზე ტურისტების საქართველოში. ასევე, რა თქმა უნდა, გამოფენა საინტერესო უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის, ანუ ესე ვთქვათ, აქტიური ტურისტებისთვის, ადამიანებისთვის, ვისაც უნდა თავისი დასვენების დაგეგმა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ წარმოდგენილი სპექტრიც სწორედ ესეთი არის. მონაწილეობენ როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან კურორტები, არის სხვადასხვა ზონა ტურისტული წარმოდგენილი, არიან ტუროპერატორები, რომლებიც მზად არიან, რომ დაგიგეგმონ საინტერესო დასვენება. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტები, ვთქვათ, იგივე დაცული ტერიტორიების მიმართულებით, სადაც აბსოლუტურად სრული სპექტრი არის წარმოდგენილი იმ ნაკრძალებისა, რომელიც ღია ტურისტებისთვის, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან და ალბათ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გამოფენის ერთ-ერთი აქცენტი წელს არის, ჩვენ ვამბობთ, რომ ვატარებთ ტურისტული ფასდაკლევების ფესტივალსაც, ეს საინტერესო არის ფართო აუდიტორიისთვის. ანუ აქ მოსულ დამთვალიერებელს 3 დღის განმავლობაში ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ შედარებით უფრო იაფად, ვთქვათ, დაჯავშნოს სასტუმრო ან რაღაცა ტური საქართველოს მასშტაბით და საზღვარგარეთაც. ხო. და ასევე უნდა აღვნიშნო, რომ აი წელს ერთ-ერთი ახალი იდეა რაც არის და რასაც ერთად ვახორციელებთ, ეს არის, რომ გავააქტიურეთ შიდა ტურისტული სერვისები. ბევრისთვის ეს შეიძლება იყოს, ხო, ბევრისთვის ეს შეიძლება იყოს ახალი თემა. ჩვენ ვსარგებლობთ ამ სერვისებით, მაგრამ არ ვიცით, რომ ამას ტურისტული სერვისები ქვია, როდესაც ვისვენებთ, თქვათ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რო არ ვიყოთ პასიური დამსვენებლები და თქვათ, რომ გავიმრავალფეროვნოთ ჩვენი დასვენება, არ ვიცით რა რესურსები შეიძლება გამოვიყენოთ. ეს არის აქტიური, სხვადასხვა სპორტული თუ სადავგადასავლო ტურები, რის შესახებ ინფორმაცია ძალიან ესე დეტალურად იქნება სანახაობრივად წარმოდგენილი გამოფენაზე. ბატონ ლაშა, თქვენთან გადმოვალთ შეკითხვით, აი ამ გამოფენის შესახებ რომ გითხრათ და კონკრეტულად როგორ ჩაერთვება ამ გამოფენაში დაცული ტერიტორიების სააგენტო. პირველ რიგში დიდი მადლობა დაბადებისათვის, ნამდვილად ჩვენს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მე-10 წელია უკვე ჩვენი არც ამ გამოფენაში მონაწილეობთ, უკვე ჩვენ ძალიან დიდი, ისე ვთქვათ, სტაჟი გამოვიყავდა და ესეთ უბრალოდ ჩვენთვის არის ის ადგილი, სადაც ჩვენ წარმოვაჩენთ ჩვენს რა რისი გაყიდვასაც, რას თავაზობ, რა სერვისებს თავაზობ დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოში და ამიტომ ჩვენთვის ამ გამოფენაში მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რომ წარმოჩნდეს საქართველოში იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ დაცული ტერიტორიების სერვისები არსებობს, ან ზოგმა ბევრმა არ იცის, რომ სერვისები არსებობს, ამიტომ ყველა
კუთხე იქნება წარმოჩენილი თუ საქართველოში რა სერვისები არის და რითი შეუძლიათ თუ ისარგებლო. ანუ წინა წელსაც იღებდით მონაწილეობას ამ გამოფენაში. 10 წელია უკვე მიდგომა, ანუ ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე ანუ რომ კარგია ეს მაგალითად უნივერსა ეროვნული პარკი, კონკრეტულად ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს ეროვნულ პარკებზე და არა სერვისებზე. არამედ ადამიანები ვინც მიდის ეროვნულ პარკში უნდა იცოდეს რისთვის უნდა წავიდეს. ანუ არჩევანი რო ქონდეს საშუალება რომ მიეცეს რომ რატო უნდა ჩავიდე მე რითი ესე თქვა დავეთოვი, რითი დავკავდები. ანუ ადამიანებმა არიციან საქართველოში რეალურად ბევრმა ტურისტმა როდესაც ჩადის ამა თუ რეგიონში ბათუმში რო ჩადიან არიციან რომ ეროვნულ პარკში არის ძალიან მარტო ბილიკი ტყეში არის ზიპლაინი არის კანიონინგი არის ღამის სათავის საშუალებები არის ანუ ამისთვის არის ეს ყველაფერი რომ ამ გამოფენაზე იქნება ზუსტად წარმოჩენილი და წარმოდგენილი ის სერვისები და ის სიახლეები რასაც წელს დაცულ დატირების სააგენტო თავაზობს ასე საინტერესო საერთაშორისო გამოცდილებაც ხომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან და ერთმანეთს ალბათ გაუზიარებენ იმ გამოცდილებას რა ხდება მათ ქვეყნებში ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით რეალურად ყველა გამოფენა ჩვენ ახლა ხელმძღვანელობდით IT ბერლინზე და საქართველოს დაცულ დატირების სააგენტო იყო ბერლინში ვიყავით გამოფენაზე ანუ რეალურად გამოფენა არის ძალიან ბევრისთვის სამუშაო უკვე სამუშაო ადგილი ანუ აქ იდება ის საქმიანი ურთიერთობების საწყდება და ძალიან ბევრი კომპანიები რომელიც თუნდაც წელს ახალი ბევრი შექმნილი კომპანიები თუ ოპერატორები არიციან რომ სად ეძებონ ესე თქვა ვისთან მივიდონ რა სერვისები შესთავაზონ ეს არის ზუსტად იმათვის ის ადგილი სადაც უნდა მოვიდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ აი აქციანი გამოცდილება ვახსენებ და საინტერესოა როდესაც ჩამოდიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები რამდენად ინტერესდებიან ჩვენს ქვეყანაში არსებულ მომსახურებაზე იმ სერვისებზე იმ ტურისტულ კომპანიებზე თუ იმ ადგილებზე სადაც გვაქვს იმის საშუალება რომ ჩავიდნენ და მაქსიმალურად მიიღონ იმის საშუალება ინტერესი ძალიან დიდია და მაგ ყველაზე საამაყო და ყველაზე საინტერესო ის არის რომ საქართველოში ამოძრავდა შიდა ტურიზმი. დაცულ დატირებზე მოსული ადამიანებიდან, ვიზიტორებიდან 60% არის შიდა ტურიზმი, შიდა მომხმარებელი. ამიტომ თავარი არის ჩვენთვის რომ ყველა ქვეყანაში სადაც თუ შიდა ტურიზმი არ ამუშავდება, მარტო უცხოელ ტურისტებს დამოკიდებული არ უნდა იყოს. ამიტომ ჩვენთვის თავარია რომ ქართველებმაც იცოდნენ რომ რა სიმდიდრეა თავარება უფრო კარგად იციან ხოლმე ჩვენ ამას რომ უცხოელები უკეთ იცნობენ ჩვენს ლამაზ კუთხეებს და ადგილებს ვიდრე ჩვენ თვითონ ბატონოში ახსენეთ რომ ანუ 60% არისო ქართველებზე ხო ანუ ქართველები სტუმრობენ დაცულ ტერიტორიებს თქვენზეც რისი დამსახურება ეს რატომ გაიზარდა თქვენი აზრით ინტერესი ინტერესი გაიზარდა იქიდან გამომდინარე რომ ვინაიდან ერთგვარად ბევრი კამპანიებიც მიდის რა თქმა უნდა დაცულ დატირების სააგენტო არის აქტიურად ჩართული რომ მოვიზოთ ეს ვიზიტორები მაგრამ ერთდროულად ჩვენ მუშაობთ სკოლებში მუშაობთ სასწავლო დაწესებულებებში საინფორმაციო კამპანიიდან არიცოდენ ანუ უნდა კარგად უნდა მივიდი ვინ არის ჩვენი თავი არის ინფორმაციის მიწოდება ალბათ როდესაც იციან თუ რა გვაქვს შემდეგ უკვე აქვს სტუდენტებთან ერთად ხვდება ხოლმე ძალიან ბევრი აქციების ჩართულობა არის ძალიან დიდი სტუდენტების ჩვენ დაცულ ტერიტორიაზე და ესენი არიან თვითონ ადამიანი ყველაზე დაჯერება რომ რატომ უნდა წახვიდე არის თვითონ მეგობარი ეტყვის ანუ ეს უფრო კარგად მუშაობს. და სწორედ ასეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ამ ინფორმაციის გავრცელებაში ეს არის პირდაპირ საშუალება ინტერაქციის გამოფენის სახით, სადაც ადამიანს შეუძლია მოვიდეს, გაიცნოს წლიდან წლამდე ეს ასეა, წელს უბრალოდ უფრო აქტიურად იქნებიან სერვისების მომწოდებლები წარმოდგენილი, ამასაც გეტყვით რა იგულისხმება აქტიურ წარმოდგენაში, ანუ ინტერაქტიული მონაწილეობა აქვთ, პირველად მოხდება, რომ თქვენ იცით ალბათ ექსპო ჯორჯიის ტერიტორია ძალიან ლამაზი პარკია გვაქვს აუზები, მაგალითად აუზებში გავუშვებთ კაიაკებს და სურვილს ექნება შესაძლებლობა, რომ თქვათ გაისეირნოს და ასეთი სახით ნახოს, თქვათ, აი რას ნიშნავს ჭომარდობა და რას თავაზობენ და ეს ჭომარდობა სად შეუძლია. იცით, წინა წლებში ჰქონდათ უბრალოდ საინფორმაციო სტენდები და არა ესეთი ინტერაქტიული. იქნება მოტოციკლეტების შოუ, ველოსიპედების შოუ, ოფროუდის ტექნიკა წარმოდგენილი, თქვათ, კი ყველამ ვიცით, რომ არსებობს ოფროუდის მანქანები, მაგრამ ადგილზე შეგიძლია გაიგორო სიტყვაზე შე რო ისვენებ
ჯავახეთში, თქვა ჯავახეთის პლატოზე, რა საინტერესო ტურის დაგეგმვის შესაძლებლობა გაქვს. ან თქვა კახეთში, გარდა იმისა, რომ ჩახვალ თქვა და კარგი ღვინოს დააგემოვნებ, აქტიური ტურიზმის თვალსაზრისით კიდევ რა მიმართულება შეიძლება ჩართო. ანუ აქ გასამიჯნიც არ არის, ორივე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტი გამოიყენოს როგორც ტუროპერატორმა, რომელიც სთავაზობს შემდგომ ამას უცხოელ ტურისტს და ჩამოყავს და ახვედრებს საინტერესოდ მრავალფეროვან დატვირთულ ტურისტულ პაკეტს, რომელიც შედგება როგორც კულტურული, თქვათ, კულინარიული, ასევე აქტიური ტურებისგან და თქვათ, არ არის რაღაც მრავალფეროვანი არ არის მოსაბეზრებელი, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია პირველ რიგში შიდა ტურისტებმა, ანუ ვინც ვართ უფრო, ვინც უნდა გავხდეთ უფრო აქტიური მომხმარებლები და ძალიან კარგია, რომ ესეთი სტატისტიკა არსებობს. სწორედ მათთვის არის ეს გამოფენა გათვლილი, მათზე არის გათვლილი, მოვიდნენ, გაესაუბრონ, ნახონ, გაიგონ, სად შეუძლიათ ამ ტურებით ისარგებლონ, რა პირობებით და ვის შეიძლება მიმართონ ამასთან დაკავშირებით. და დასწრებასთან დაკავშირებით, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოვიდეს გამოფენაზე, თავისუფალია შემოსვლა. გამოფენაზე ჩვენ გვაქვს ესეთი აქცია, წელს გამოფენის Facebook-ის გვერდი არის, კავკასიის ტურისტული გამოფენა ქვია, სადაც რეგისტრირების შემთხვევაში აბსოლუტურად უფასოდ არის შესაძლებელი შემოსვლა და 2000-მდე ადამიანი უკვე არის დარეგისტრირებული, ეს ძალიან კარგი მონაცემი არის ჩვენთვის. ასევე დაიგზავნა მოსაწვევები ყველა ტურისტულ ორგანიზაციაში, ვინც ჩართული არის და აქტიურად მოქმედებს ამ ინდუსტრიაში და სიმბოლური ფასი აქვს ბილეთსაც, სამლარიანი ბილეთები იყიდება ასევე გამოფენაზე, თუ კი ადამიანი ვერ მოახერხებს Facebook-ით დარეგისტრირებას. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოფენა საერთოდ და იმ ადამიანებს, რომლებიც აპირებენ მისვლა, ძალიან კარგი დრო ელოდება წინ, გაეცნობიან მოკლედ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ადგილებს და გაუჩნდებათ სურვილი, რომ უფრო ახლოდან ნახონ ეს ყველაფერი და მოინახულონ საქართველოს ლამაზი მხარეები. საინტერესო რელიგიურ ტურიზმთან დაკავშირებით რას გვეტყვით? რა ხდება ამ კუთხით? რელიგიურ ტურიზმთან დაკავშირებით მინდა ვთქვი, დაცულ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი არის ესეთი მომლოცველო ტურიზმი, არის ბევრ რეგიონში გვაქვს, თუნდაც ლაგოდოშიც არის მომლოცველო ტურიზმი, არის ვაშლოვანშიც არის, ძალიან ყველა საქმეა, საქართველოს ყველა რეგიონში არის თავისი ბევრი ეკლესიები, მონასტრები არის მოხდილი დაცულ ტერიტორიაზე, ამიტომ ჩვეულებრივად ხორციელდება ჩვენთანაც ხანშტი. მინდა ორი სიტყვით აღნიშნო, რა კი ვთქვი დასაწყისშივე, რომ ძალიან ბევრი უცხოური კომპანია სტუმრობს წელს გამოფენას, ეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საინტერესო გახდა უცხოელი ტუროპერატორებისთვის. პირველად ჩამოდის ინდონეზიის მონაწილეობა გვექნება ინდონეზიის ეროვნული 6 კომპანია ჩამოდის. იქიდან ძალიან ბევრი კომპანიები ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ტაილანდიდან, ასევე ძალიან საინტერესო გეოგრაფია არის და ვთქვათ, გარდა შიდა ტურიზმისა, ეს საერთაშორისო ველიც მოცული იქნება. ყველაზე ერთგული რომელი ქვეყანა, რომელიც სულ ჩამოდის ღონისძიებების ფარგლებში? ალბათ ეს ჩემი გამოცდილებით ვიტყოდი, რომ არც ერთი გამოფენა არ ჩატარებულა თურქული მონაწილეობის გარეშე. აქვე არიან და გადმოდიან. აქვე არიან და მათთვის ახლოს. ქაუტონინო, ასე მაინტერესებს აი ტურიზმის ახალი სახეობის შესახებ, მაის ტურიზმი, ასე ქვია თუ არ ვცდები და ამასთან დაკავშირებით რომ გითხრათ, რას გულისხმობს ეს აღატურიზმის ახალი სახეობა? სინამდვილეში ეს არც ისე ახალი სახეობაა, მაის ტურიზმი, საქმიანი ტურიზმი ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ აი ესეთი ტერმინი, ასე ვთქვათ, ჩვენში რამდენიმე წლის წინ შემოვიდა და სააგენტოები, რომელნიც მაის ტურიზმზე მუშაობენ, ასე ვთქვათ, ახლახანს შეიქმნენ ჩვენთან, არის რამოდენიმე კომპანია საერთაშორისო, რომელიც ჩვენს ბაზარზეც ასევე შემოვიდა. საქმიანი ტურიზმის თვალსაზრისით საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა გახდეს საინტერესო, ვთქვათ, ერთ მიმართულებას ვიტყოდი საერთაშორისო კონგრესებისთვის, რომელნიც წლიდან წლამდე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნებში ტარდებიან, მოგზაურობენ ქვეყნიდან ქვეყანაში და საქართველოც არის ის ტერიტორია და ის ქვეყანა, რომელიც ძალიან საინტერესო შეიძლება გახდეს აი ნიშნულოვანი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. ძალიან ბევრი ტარდება კიდევაც, აი უშუალოდ ჩვენთან ახლა ივნისის ბოლოს დაგეგმილი არის ევროკავშირის 700 კაციანი კონფერენცია ჩატარებულა საქართველოს მასპინძლობს ძალიან. გარემოდაცვის მინისტერიალი ტარდება ბათუმში ძალიან დიდი
მთელი სოფლიოს გარემო დაცვითი მინისტრები ჩამოდიან. მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის კიდევ გადასადგმელი, იმიტომ რომ სივრცეების თვალსაზრისით ინფრასტრუქტურულად ცოტა რთულია საქართველოში ესე ბევრი მრავალდელეგატიანი ღონისძიების დაგეგმა, მაგრამ უშუალოდ ექსპო ჯორჯიასაც აქვს გაფართოების პროექტი. ჩვენ 2017 წლისთვის გეგმავთ, რომ დავიწყოთ დიდი კონგრეს ცენტრის მშენებლობა. ბევრი ნაბიჯია ამ ხრივ გადასადგმელი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ძალიან პერსპექტიული მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც უკვე ვითარდება და ძალიან საგულისხმოა. კეთილი, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, როდის გაიხსნება გამოფენა, რამდენ ხანს გაგრძელდება და დაგემშვიდ. გამოფენა იხსნება ხვალ 14 აპრილს 3 დღის განმავლობაში 11-დან 6 საათამდე ღია იქნება დამთვალიერებლისთვის და როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან საინტერესო მრავალფეროვანი პროგრამა, საკმაოდ გასართობი და საქმიანიც ტუროპერატორი. ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი. მე მართლაც ყველას ვეპატიჟები, ვინაიდან დაცული ტერიტორიების საკითხი ძალიან ბევრ სიახლეებს წარმოაჩენს საგამოფენო დარბაზში და ველოდებით ჩვენს პოტენციურ ვიზიტორებს ჩვენს გამოფენას. ძალიან დიდი მადლობა, გვინდა რომ წარმატება გისურვოთ და